მებით მეგობრებო, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, ასეთი მზიანი, ამინდი რომ დაგხვდება გაღვიძებულს. ხმას მოусმინ. აქ ესეთი პატარა კუთხე მოვაწყეს შემოდგომის განწყობით, მაგრამ არ მომწონს რაღაცეები და მინდა რომ შევცვალო ჩემი ხელით გაკეთებული კიდევ პატარა დეკორაციები. ესენი მაქვს გაკეთებული, მე თვითონ გავაკეთე. კი, ყიდება ბევრი არის, მაგრამ მე მომწონს, როდესაც მე თვითონ ვაკეთებ. ესეთი მქონდა რაღაც ნაჭერები შემორჩენილი და იმით გავაკეთე. ესეც ჩემი თაიგული, რომელიც უკვე ჭკნება მოსწავლეების მორთმეული. მალე იქნება რთველი, გვექნება ბადაგი, ყურძნისწვენი და ვემზადებით ჩურჩხელების ასაბნევად და შემდეგ ამოსავლებად. ეს ნიგოზე დარჩეული, აქეთ შედარებით თეთრი, აქეთ ცოტა მუქი ფერის. ამას დავჭრი შემდეგ და სასურველ ზომაზე ავაბნევ. თათარაობასაც არ გამოგაპარებთ. მაქვს ასეთი ვაზა ქვია მე მგონია, რომელიც მინდა რომ შემოდგომო დეკორაციებით მოვრთო, ნახოთ რა გამომივა. დავალაგოთ ჩვენი ოთახი, დავალაგოთ რა მტვერი რა ვიღოთ უბრალოდ. ზოგიერთ დეკორაცია აქეთ გადმოვიტანე. ვცდილობ რაღაც პატარა დეტალებით ყველა ოთახი გავალამაზო და შემოდგომის განწყობა შევქმნა. ესენიც ჩემი შეკერილი გოგრებია. რა ვიცი, როგორც გამოვიდა, უბრალოდ მსიამოვნებს ამის კეთება და ეს პროცესი მამშვიდებს, მაწყნარებს. ახლა ფანჯარაზე ავიღოთ მტვერი. ნახეთ, აი ასე ისვრება, არ ვიცი რისგან, რატო, მაგრამ ძალიან ხშირად უნდა ასე სველი ტილოთი გაწმენდა. ნახეთ ჭიანჭველები. მკვდარი ჭიანჭველებია, მაგრამ მაინც არიან. აქედან ასეთი ხედი გვაქვს ჩვენს ბოსტანზე.
ასე თუ ისე მივალაგეთ, ყრები ავიღეთ, მინდა გაჩვენოთ ჩემი შვილის ბავშვობის დროინდელი ასეთი კომბინეზონი. მიყვარს ძველი ნივთების შენახვა და რაც კარგ მოგონებებთან არის მით უმეტეს დაკავშირებული, ყოველთვის მენანება მისი გადაგდება ან გასხვისება და აი ასე ვინახავ, რა ვიცი, ვინახავ იქნება სანამ ვიქნები და სანამდე ენდომებად ჩემს შვილებს რომ გქონდეთ. დღეს ამით გემშვიდობებით, მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო ბოლომდე, გამოიწერეთ და ალაიქეთ ჩემი გვერდი. დროებით.